რჩეულთა მისდა. ვინ არის რჩეული? რჩეული ის კი არ არის, ვინც აქ დგას. ანუ ვის გულსაც ქრისტე შეეხო, რომ ქრისტე ღმერთი ყოფილა? გახსოვთ უფლის სიტყვები, მოწოდებული ბევრია, ხოლო რჩეული ცოტა. ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებულები, მაგრამ ვართ თუ არა რჩეულები, ჩვენ ეს არ ვიცით. და ვინ არის რჩეული? რჩეული ის მოწოდებული, ანუ ის დაძახებული. დაძახებული ვინ არის? ვის გულსაც ღმერთი შეეხო. რჩეულია ის დაძახებული და ის მოწოდებული, რომელიც მიხვდა, რომ ამ მოწოდების მერე მთავარი საკეთებელია ღვთისნება გაიგოს და მისი უპირობო აღსრულებელად გადაიქცეს. საკუთარი სიმართლე და საკუთარი ნება დაუმორჩილოს ღვთისნებას და ღვთის სიმართლეს. ეს არის რჩეული. ეს ადვილი არ არის. მე მინდა გითხრათ, რომ მთელი ცხოვრება ამას ვწყვალობ, რომ ეს მოხდეს ჩემში. მე გაკვირდებით თქვენ, ისი ვალდებულებაც მაქვს. და აღმოვაჩინე, რომ თქვენი პრობლემების უდიდესი უმრავლესობა არის ის, რომ თქვენ ძალიან გიჭირთ, რომ ღვთისნების აღსრულებლები იყოთ. მეცაც გეტყვით, ხუთი დიაგნოზი ნახევარი საქმეა გაკეთებული, დიაგნოზსაც ვერ უსვამთ საკუთარ თავს. თქვენ ისე მოქმედებთ თქვენი ნებით, რომ გგონიათ, რომ ეს არის საღვთო სიმართლე. თითქმის 90% ესე ხდება ხოლმე თქვენს ცხოვრებაში. ამას შედეგად მოსდევს ის, რომ წლები გადის და ადამიანები სულიერად არ იზრდებიან. როგორებიც მოვიდნენ, ისეთებად რჩებიან.